გამარჯობა. ეს არის ჩვენი მე-9 ეპიზოდი და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ შაურმის ინსპექტირებას. შევუკვეთეთ 3 სხვადასხვა ობიექტიდან შაურმა, სტანდარტული, ფასები ცოტა განსხვავებულია, მაგრამ იმედია რომ წონაშიც მოგცემს იგივე სხვაობას. ვიდეოს ბოლოს ასევე იხილავთ 5 გამარჯვებულს რენდომაიზერით, რომელმაც მოიგო 50 ლარიანი შეკვეთის ვაუჩერი ოფუდოსგან. დღეს შაურმას მარტო არ გავსინჯავ, რა თქმა უნდა, ვინ უნდა ყოფილიყო შაურმასთან ერთად სტუმარი, თუ არა დიდი ოსტატი, დიდი მეშაურმე და გურმანი ნიკოლოზ მასურაშვილი. შევეგებოთ ნიკოლოზ. აბა დღეს ვინ არის ჩვენი მსხვერპლი? გამარჯობა ნიკოლოზ. გაგიმარჯოს სირაგლი. შეგიძლია მიესალმო ჩვენს მაყურებელს და შემდეგ დავიწყოთ ეს რა თქმა უნდა, გამარჯობათ მაყურებლებო. ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოწერებისთვის და კომენტარებისთვის და ვინც ახლა ჩართეთ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ, არ დაგავიწყდეთ. ჩვენ დღეს შევუკვეთეთ 3 სხვადასხვა შაურმა. შაურმა ლენდ, მაკ შაურმა და ფრაიბურგი. შევადაროთ 3-ვე ერთმანეთს, გადავწყვეტეთ რომელი ამ 3-ში საუკეთესო და რომელია უბრალოდ კარგი. მზად ხარ ამ მზად ვარ, რა თქმა უნდა. კარგი. პირველი არის შაურმა ლენდ. დავიწყოთ. შაურმა ლენდი ღირს 8 ლარი. თქვენ ბატონო ნიკოლოზ. აი ესე. ხელსაყოწები რამე. საფეთქი გამოიყურება ასე. ცნაურად. ერთხელ უკვე გამოყენებული. ეს გამოყენებულია მე მგონი. წონა არის 670 გრამი სტანდარტული შაურმის. აი ესე. ტემპერატურა არის 40. Короче, ცოტა პარაცეტამოლი, ანალგინი და დაიკლებს რა, დღეში დასტაბილურდება. კაი, ეს იყო 670 გრამი. ეგეც ავწონოთ, აბა იგივე წონა იქნება. ავწონოთ 720. ცოტა 50 გრამში არის ხო? რომელი უნდა იყოს და რეალურად როგორია, ეს ცოტა გაურკვევლობაში გვაგდებს. გავჭრათ. შიგთავსი გამოიყურება ასე. მასიური არის, წვნიანადაც გამოიყურება. აი ძალიან მადი საუძრალად გამოიყურება რა. შენ რომ შენიშნა მიეცი წინასა შაურმის რომ ტომატი არ არისო, აი ხა ნახე აქ არის პომიდორიც და ავი, ძალიან კარგად გამოიყურება ჩემი აზრით. აბა გავსინჯოთ. ჩემი აზრით ყველაფერი ადგილზე აქვს რა. ზომიერად არის ძალიან მაიონეზიანია, მაგრამ ციცაკა არ არის. ციცაკა შეხვდა? ციცაკა არ შემხვედრია, მაგრამ საჭმელად მართლა ნორმალურია. კი. პომიდორის გემოც მოდის, ხორციც არ არის ხმელი და ცუდი. ლავაშიც ნორმალურია, ცოტა მტრევადია და გამომშრალი ლავაში, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდ შედეგს და შეგრძნებას მაინც არ ტოვებს. მაიონეზი რაღაც მაინც ბევრი გამოიყურება, სიმართლე რომ გითხრა. ცოტა ბევრია, მაინც ბევრია, იმიტომ რომ მაიონეზია და საინტერესო არაფერს არ გააძლევს. ხა, ჩემთვის ახლა სიმართლე რომ გითხრა, ჩემთვის მისაღებია ეთყობა, ამაკეთ უფრო რაღაცა ბევრი იყო, მაგრამ ჩემი აზრით მისაღებია, ანუ ისეთი არ არის რა, რო ვთქვათ, რომ რაღაც დისბალანსი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ნორმალურია რა. იმ ფონზე რომ 8 ლარი ღირს და 700 გრამია, ცუდი არაფერი არ არის აქ. ისეთი პროდუქტი არაფერი არ ხდება, რაც გაგაღიზიანებს და გამოგიყვანს წყობილებიდან. ესე იგი, რა მე როგორც ვიცი, ეს შაურმა ლენდი არ არის, ხო? რაღაც ისეთ ცნობილი საშაურმა. პრესტიჟული არ არის, ცნობილი არ არის პირველად რაღაც. აი, სიმართლე რო გითხრა, რავი, ტოპ შაურმები რაც არსებობს, ხო, იმასთან იმას რო შევადაროთ, ანუ კარგად დაიწყეს რა. ყველაფერი ნორმაში აქვს რა და მე მგონი ეს თუ გააგრძელებენ, მე მგონი ყველაფერი იგზა იქნება. ლავაშის გარდა ყველაფერი არის ნორმაში და ცუდი საჭმელი არ არის ესე ვთქვათ. ნორმალურია, მისაღებია. კი ბატონო. გადავიდეთ მაკ შაურმაზე. პირველმა შაურმამ არც თუ ისე ცუდი განწყობა დაგვიტოვა. გარდა ხელსახოცების, რომელიც ყველგან ნახმარს გავს, მაგრამ აქ შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. წიწაკა ჩვენ ცალკეც ვთხოვეთ მაკ შაურმას და თხოვნა შეგვისრულა. მაკ შაურმა ღირს 9 ლარი. შეიძლება მივავწონო პირველი? კი, რა თქმა უნდა. 488 გრამი. ეს არის 488. ამ შემთხვევაში მაშინ ყველანაირად ტექნიკურად და გემოთი და ბალანსით ეს ბევრად უფრო დახვეწილი უნდა იყოს. ის ფასთა სხვაობა და წონის სხვაობა რომ დააბალანსოს როგორც ასეთი ჩვენთვის. ლავაში ბევრად უფრო ნაზია, უკვე კი, აქ ლავაში გამოიყურება კარგად და თან დაბრაწულიც არის და უფრო ნაზი და რბილია. დაბრაწული ისიც იყო, მაგრამ ცოტა ხმელი იყო და ეს ძალიან ნაზი და კარგია.
მაგრამ არის ცარიელი შაურმა მაკი გამოიყურება ასე. ბევრად უფრო მასიური იყო წინა შაურმა, ბევრად უფრო სველი. ნამდვილად ასეა. აქ პოზიტიური ერთადერთი წინა შაურმისგან განსხვავებით, რაც არის ლავაში და მეტი არაფერი ამ შემთხვევაში. აი, გემო ნახოთ. ამას ეტყობა, რომ ანუ რაღაც ისე გამოიყურება, რომ აი სიტყვას რო იძახენ, ხო იცი დაენანათო. აი დაენანათ, აი ემაზეა რა ნათქვამი. ცოტაა ყველაფერი. ავსინჯოთ. მშრალია. ერთადერთი რაც კარგია აქ არის ლავაში. ხორცი ცუდი არ არის. აი თვითონ შაურმა არის მშრალი. მეტი სითხე ჭირდება აშკარად. აი ყველგან მარტო ხორცია და ბალანს რაც შეეხება, კი მაგ შაურმა გამოირჩევა თავისი სპეციფიური გემოთი, მაგრამ საინტერესო აქ არაფერი არ ხდება. თავიდან ბოლომდე წინა შაურმას რომ შევადაროთ, ფასითაც, გემოთიც ყველაფრით ჯობია წინა. რაოდენობითაც. კი, რა თქმა უნდა, კი. ჩემი აზრით, აი აკლია. თითქოს რაღაცა აკლია, რომ გაჭრი, შეჭამ, თვითონ ჭამის დროსაც, როცა ჭამ, ჩემი პირის ღრუ მეუნება ესეთ რაღაცას, რომ ამას თითქოს რაღაცა აკლია. თითქოს რაღაცა აკლია კი არა, ბევრი რამე აკლია რა. ხორცი აკლია, პომიდორს აქ ვერ ვხედავ. წიწაკა უნდა დებულიყო შიგნით. წიწაკა მანდაც უნდა ყოფილიყო, აქ არის წიწაკა. ო არა, აქ ვერ მივაგენი წიწაკას. და არის მშრალი, დაგეთანხმები, რომ არის ძალიან მშრალი. კი ბატონო. ბალანსი სალათის ფოთოლიც არ არის. ყველა შაურმაში ბევრი დევს ხოლმე სალათის ფოთოლი, მაგრამ აქ სალათის ფოთოლიც აი ძალიან ცოტაა. თითო ორი ძალია რა, ჩემი აზრით. ჩუტე შაურმა ქვია. ო, რაღაცნაირია რა. აი ზუსტად ასე გამოიყურება. მაგ შაურმა ადრე იყო ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ხარისხიანი და ჩემი აზრით, რა ვიცი, არ წახვიდეთ უკან, დაბრუნდით. ხორცი ცუდი არ არის რეალურად, ძალიან კარგად გემოშიც კარგად ძის, მაგრამ აი შეკრული არ არის რა, აი საბოლოო ჯამში ხასიათს არ გაძლევს შაურმისას. გეთანხმები. მოდი აბა წიწაკასთან ერთადაც მე გავსინჯავ ერთ წუთი. ყველაზე გემრიელი ამ სეტში რაც არის წიწაკა. და საქმე რა შეიძლება? მან ეს გეფიცები შაურმა იქით იყოს. არხი გამოიწერეს, არხი. ყველაფერი იდე წინ არის. ბევრი საინტერესო ვიდეო დაიდება. აი ესე არა უშავდა. მოსაწყენი შაურმა. ხო რა. გადავიდეთ შემდეგზე. და ჩვენი ბოლო შაურმა არის ფრაიბურგი. განსხვავებულია ყველასგან მთელ თბილისში, ჩემი აზრით. კომენტარებში ძალიან ბევრი წერდა, რომ ფრაიბურგის შაურმა აინტერესებდათ და გადავწყვიტეთ, რომ შეგვეკვეთა. ავწონოთ, ხო? დაიწყე. 545 გრამი. ფასი არის 9 ლარი, წონა არის 545-513. 500 გრამის აშუალოდ, ესე ვთქვათ. ხელსახოცებიც არის, ტემპერატურა არის 39. მიუხედავად იმისა, რომ ფოლგაშია, ცოტა დავარდნილია ტემპერატურა, მაგრამ შეფუთვა, რომ ვთქვათ, არ შეიძლება, არის იდეალური. ჩემგან რესპექტი რა შეფუთვას, იმიტომ რომ აი თერმული იდეალური შეფუთვა. ძალიან მომეწონა, რომ ესე არის შეფუთული და ზრუნავთ იმაზე, რომ კლიენტამდე მივიდეს სწორი ტემპერატურით. ხმარებამდე კლიენტი არ არის კომუნისტი. გამოიყურება ასე. ლამაზი აშკარად არის. შიგთავში განსხვავებულია და დამატებული არის წითელი კომბოსტო ასევე, რასაც თვალით ვხედავ და ლავაში არის უნაზესი, რბილი, ფაფუკი, ვისაც მსგავსი სტილის გემოვნება აქვს, აშკარად მოეწონებ გემო. ძალიან მადი საღვძრელად გამოიყურება რა. ეს არის ჩემი აზრით ძალიან მადი საღვძრელი. აი შეხედეთ როგორი სილამაზეა. ნახოთ, აბა გავსინჯოთ. ძალიან ნაზი ლავაშია. წითელი კომბოსტოს გემო უხდება, მაგრამ ცოტა სხვაგან მიდის და თვითონ ჭამის დროსაც სტრუქტურა ისეთი აქვს, რომ ვერ იტყვი რომ შაურმას ჭამ. როლი არის გემრიელი, მაგრამ აი შაურმა არ არის რაღაც ესეთი არა. გემრიელია, საინტერესო გემრიელი აქვს. ფოთოლის გარდა კიდევ რაღაცა მწვანილები აქვს თუ არ ვწდები. უფრო ცოცხალია. სალათის ფოთოლის გარდა წითელი კომბოსტო აქვს. კლასიკური შაურმისგან, ანუ რასაც ჩვენ ყოველთვის ველით საშაურმეებისგან და რასაც ველით რომ მოგვივა, ძალიან ბევრად განსხვავებულია იმაზე და ხორციც თითქოს რაღაცაშია დამარინადებული.
სულ სხვა გემო აქვს ხორცას და შიგთავსი საერთო ჯამში სულ სხვა გემო აქვს, მაგრამ ძალიან გემრიელია რა. წითელი კომბოსტოს არომატი მთლიანი როლის ხასიათს ცვლის. ეს რომ ლავაში ძალიან რბილია, კარგია, სტრუქტურასაც შიგთავს ძალიან უხდება, კარგია. თუმცა ვერ იტყვი რომ შაურმა, იმიტომ რომ ქართული შაურმა ცოტა სხვა სპეციფიკას გვაძლევს. რასაც მიჩვეულები ვარ, ის არ არის რა. კი ბატონო, მაგრამ მიზანიც ეგ იყო, რომ რასაც მიჩვეულები ვარ, კი და აი ძალიან კარგად ვარ გაკვირვებული რა, ანუ არ ველოდი იმას, ველოდებოდი ჩვეულებრივ შაურმას, მაგრამ ეს რომ მოვიდა მე სიამოვნა რა. ძალიან კარგია და გემრიელი. შეფუთვა ძალიან კარგია, თუმცა პირველმა შაურმამ ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა ჩემი აზრით იმის გამო, რომ ერთადერთი პრობლემა იყო იქ ცოტა მეტი მაიონეზი იყო და ლავაში იყო ხმელი. მასიური, აი ქართული შაურმა რაც უნდა იყოს, რომ დიდი მოხეული ტიპი, ზუსტად ეგ იყო. შევაჯამოთ, ნიკო. შევაჯამოთ, კი ბატონო. პირველი იყო შაურმა ლენდი, 8 ლარად, მიღებული 700 გრამი მასა. არც თუ ისე ცუდი, მაგრამ საინტერესო გემოები დიდი არაფერი, ხო? დიდი არაფერი, ჩვეულებრივი, ოღონდ ბლომად იყო ყველაფერი. გარდა იმისა, რომ უბრალოდ ან ტომატის გემო ქონდა ბლომად, ბევრი, ან ტომატი კეჩუპის გემო უფრო მეტად იგრძნობოდა, მაგის გარდა ან უარყოფით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი და მაგ მაყოფილი ბევრია. ლავაში პრობლემური იყო, მაინც ჩიფსივით იყო შემორტყმული გარშემო და როცა ჭამ იფშუნება და არასასწორ. მე მომწონს ეგეთი რაღაცები. ანუ უფრო სიხრაშუნე მომწონს. კი ბატონო, სიხრაშუნეში. მაკ შაურმა. საერთოდ არ მიგვიღია ის, რასაც ველოდებოდი. ძალიან ცოტა მასა, უფრო ძვირი, თითქოს ისე ჟღერს ბრენდის სახელს უფრო ჭამთ, ვიდრე თვითონ პროდუქტს რაც მოგდის. კი, გეთანხმები. ან ჩემი აზრით როგორ რაღაცა, იცი, ჩვენ მოლოდინი ხო ქონდა, რომ მაინც ვიდეოს ჩაწერის დასაწყისში მოლოდინი ქონდა, რომ მაგ შაურმა ერთ-ერთი სახელიანია და ყველაზე ზემოთ იდგებოდა. ნუ სახელიანია, მაგრამ აი სახელიანმა ზუსტად გაგვიცრუა იმედები. არ ვიცი. და ბოლოს ფრაიბურგი. იდეალური შეფუთვა, აი პირდაპირ იდეალური შეფუთვა, ფოლგაში, კულტურულად. ქაღალდით შეგიძლია როლია იდეალური. მაინც და მაინც ამ ყველაფერს მე შაურმას ვერ დავარქმევ, მაგრამ რაც არის ძალიან კარგი. გემრიელი, ბალანსირებული, მიუხედავად იმისა, რომ წონა ცოტა არის, გემო არის ძალიან კარგი და ეს ყველაფერი 9 ლარად ღირს. აი, სიმართლე რო გითხრათ, მე ესეთი შეფუთვით არასდროს არ მოსვლია შაურმა, ყოველთვის მოდის კლასიკურად ამ რაღაცა პაკეტში დევს, მაგრამ აქ იყო დაცული, რავი, აი ეს თერმული, რომ ინარჩუნებს თერმულ მდგომარეობას და მოდის შენამდე ისეთ ტემპერატურის, რომელიც შენ გაკმაყოფილებს და შენ გიხარია. ეს ძალიან ეხმარება ყველაფერი ამაში. კი ბატონო. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. გამოიწერეთ აუცილებლად. დაალაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარი. ეხლა კი გამოვავლინოთ ჩვენი გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა 50 ლარიანი ვაუჩერები ოფუდოსგან. ხუთივე გამარჯვებულს მოგიწოდებთ რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს მეილზე მოგწეროთ, რათა გაგვიმარტივდეს თქვენთან კავშირზე გამოსვლა და გადმოგცეთ რაც შეიძლება მალე ეს ყველაფერი. გამარჯვებულებს გილოცავთ. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩვენს მეილზე მოგწეროთ. დანარჩენებს კიდევ მოგიწოდებთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარებში რომელი ობიექტიდან უკეთავთ ყველაზე ხშირად საკვებს. დაგემშვიდობებით, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ არხი.